მყავს მანქანა 90 წელში მანქანა მოსკვიჩი ხო და აი ქვაყენებდი ხომ ეს მოშინებული არ მქონდა აი ფანჯარა იყო რაღაცები მოვიდნენ ღამე რაღაცა ხელი დაუჭირე ფანჯარაში შემოყოფილი და პისტოლეტი დამადო მასე შუბრზე და გამისხდა მანქანა იქედგა და წავიდა ნომრები მომიხსნეს მანქანაზე და უკვე რაღაცის მოლოდინში ვიყავი რაღაცა ხდებოდა ღამე არის გვიანია და აქ მძინავს ფანჯარასთან წევარ უფრო სწორად და რაღაცა მესმის ფეხის ტკეპნის ხმა და ვიგრძენი რომ აქ ვიღაცა იყო და ავდექი ასე და დაკოზულმა გამოვედი ესე იგი გამოვედი მაიკის ამარა ვიყავი ესე და ფარდას გავკარი ხელი და ჩემი ფარდის გაკურა და აფეთქება ერთი იყო რაღაცა აფეთქდა მაგრამ მე ეს ვერ გავიგე რა აფეთქდა ეს რო აფეთქდა მე ჰაერში ამოუტრიალდი განჯერმე ამოუტრიალდი ესე ამოუტრიალდი და მესამეთ უკვე დავეცი აი წნევა მამაგდო ეთყობა და დავეცი იდაყოს და ეს იდაყვი და ეს მხარი მეტკინა კარები ჩამოვარდა ფანჯრების სუნთლიან ჩარჩოიან ჩამოვარდა მაცივარს მატორი ჩამოვარდა ის ელექტრომრიცხველი მთლიანად გადმოვარდა გარდირობი გადმოტრიალდა ერთ სიტყვით და აი ეს კედელი მაღლესი ამ ხელაზე გასკდა მეორე სართულთან ხო და აი აქ 200 მეტრის რადიუსში მთლიანად სულ ჩამოლეწილა თურმე ეს შუშები მთლიანად სოფელი ძალიან მიყვარს ბავშვობა გავატარე ფეხი აქ ავიდი დედაღვთისმშობლის სახელობის ტაძარი არის მე ვარ დაბადებული დედაღვთისმშობლის დაბადების დღეს და ხშირად მოვდივარ ხოლმე აქ დღეობა იმართება ამ სოფელში ჩემი ბავშვობა აიქიდან დავეშვებოდი ხოლმე ასე და ჩავიდოდი სკოლაში ციგით აი იყო ჩემი ბავშვობა ესე იგი მიფანცქალებს როდესაც აქეთ უნდა წამოვიდე აი ეს არის ცვილოს ციხე ხშირად ავდიოდით ბავშვობაში ოჰ გამარჯობათ როგორ ახარ მამա არა ნიშნავდა რა ხდება რუსთავში რა ხდება რა ვიცი არა უშავს აქ უფრო კაი ამინდია ვიდრე რუსთავში ჩასარიცხი გააქვს არა დილასაკაც შიოდა რა სხვა თოვლი ზემოთ არა ჩანს თოვლი და სხვა რა ამბავია გაჭირვებაა სოფელში არა სოფელში უფრო სიმდიდრეა ეგ ხუმრობით არა წავედი აბა კარგად იყავი კარგად აჰა ჩემი სახლი ჩემი კარი დიდება თიებში იყო მამა ჩემი ტელევიზიაში ხშირად გამოხავდათ უცხოელი თუ ვინმე ჩამოვიდოდა მამა ჩემს შეახვედრებდნენ და ის კონცერტი იყო თუ რაც იყო ლექსებს გვასწავლიდა, ხატვას გვასწავლიდა, სიმღერას გვასწავლიდა, ცეკვას გვასწავლიდა. აი ეს სახლი, აი აქ ვიყავით ზამთარში ხომე და ეგ ფარდა ქონდა ჩამოფარებული და იქ იყო კონცერტი. და ჩვენ გამოვდიოდით კონცერტი ქონდა, იქ აუცილებლად კონცერტი უნდა ჩატარებულიყო. დედაჩემიც ცეკვავდა, მამაჩემიც ცეკვავდა. და იყო ერთი ამბავი და სიხალისე. თითქმის სიმართლე რო თქვა ქალაქის საერთოდ არ მინდა ქალაქი არ მიყვარს უბრალოდ მუშაობდა მედიქს არ არის ამიტომ ვარ თორე არ გავჩერდებოდი ქალაქში ალბათ და მინდა რომ აი მიწასთან მინდა ახლოს ურთიერთობა ძალიან მინდა რომ სოფელს რაღაცა სასიკეთო გაუკეთო ადრე ვფიქრობდი ეკლესიაში მოვხატო მეთქი მაღლა წერ რაღაცებს დღიურებს წერ ლექსებსაც წერ რაღაცა პატარა ჩანახატებსაც წერ პროზაშიც მუშაობ ხანდახან თითქმის ხელოვნების ყველა სფეროში ვცდილობ რაღაცა მაინტერესებს და ვაკეთო ეს არის კალიგრაფია ქართული რომელიც აგერ მაქვს გაკეთებული რომ მეტყვიან ხოლმე რომ ვაიმე მარტო ცხოვრობ რა ძნელია მარტო ცხოვრება მე მეტყვი მე მარტო რატო ვარ კაცო შეხედეთ რამდენი რამესთან შეიძლება საუბარი და რამდენთან შეიძლება საუბარი ეს ყველაფერი სულიერება და ადამიანთან ახლოს არის და ესე ყველაფერი ცოცხალია რაც ჩემს ირგვლივ არის ამიტომ მარტო სულაც არ ვცნობ თავს
ყოველ საღამოს ასე ვარჯიშობ. აი მუხლებს უნდა გავარჯიშება. ძვლებს ძალიან მიყვარს სპორტი. არც მეზარება. ძალიან კარგია. სპორტი არის სიცოცხლის ელექსირი. ეს მე ვარ, არ ვიცი გავარ თუ არა. ესეც მე ვარ, ეს აკვარელშია შესრულებული ესენი. ხან მაქვს თმები, ხან არა. როცა რაღაცა ემოციები შემომაწვება, სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრჯერ მაქვს თავი გადაპარსული, გადავიპარსავ თმებს. ჩემი პატარა ცუგა მიკი ვიყიდე 5 ლარში. პატარა იყო სულ რაღაცა 1 წლის არ იყო. 9 წელიწადი მყავდა მიკი. დავისვამდი კალთაში, ვეფერებოდი, თავი დადე, აბა თვალები დაახამხამე და თვალები. ანუ როგორც ადამიანი, აბსოლუტურად ყველაფერი ესმოდა. ეგ იყო რომ ვერ ლაპარაკობდა და თუ საიდუმლო რამე მინდოდა რომ მე თქვა, უნდა სადმე წავსულიყავ, ეს აფორიაქტებოდა ხოლმე და რუსულად ვამბობდი ხოლმე რომ ამას არ გაეფო. სამსახურში გამაცილებდა ხოლმე ესე იმ ავტობუსს მე მეუბნებოდნენ რომ ელოდებაო რომ როცა ჩამოდიხარ მიჩვეული იყო უკვე რომ მოვდიოდი ავტობუსი ელოდებოდა და მე ესე დაღუნამსო თავსო და მიდისო მეზობელი მეტყოდა ხოლმე ასე თათებს აიღებსო და ტირისო როცა შენ არ ახარო ანუ რომ კითხულობდა დიდი ძაღლი იყო იქით მეზობლის და იმ ძაღლმა დამიგლიჯა აქეთიჩ და ეს და გადმოხდა უცბად ეს როტვეილერის ჯიშია და გადმოხდა უცებ ეცგერა და გამოაცელა ნაწლავები მთლიანად. დედა აბა ავტეხი ამბავი ავიყვანე ხელში. წავიყვარე მე თბილისში საავადმყოფოში. 4 საათი ოპერაციაზე იყო, გაუკეთეს ეს ოპერაცია და ძალიან დიდი რთული ამბები გადავიტანე. ნემსებს უკეთებდი, წამლები, ექიმები, რა ვიცი, ყველაფერს უკეთებდი და ვერ წარმომედგინა ის რომ მომკვდარიყო, ალბათ მე რამე დამემართებოდა იმ წუთში. ეტყობა რაღაც ინფექცია შეეჭრა, კოღო მოკბინა რაღაცა და გამიხდა, ესე იგი ავად, ლეიშმანიოზი დაემართა. ხო და დავაძინე რა მოკლედ და ნემსი გაუკეთეს. დავასაფლავე, ავდექი და ისევ წავედი ღამე ამოვთხარე, იქნებ გაიღვიძა მეთქი. და ვაიმე მეთქი დამარხული რო არის. წავედი ისევ, ამოვთხარე ხელმეორედ, ისეთი განცდები და დღესაც რომ ვინმე მიხსენებს ჩემ ძაღლს და გამახსენდება, ესე იგი ძალიან ცუდად ვხდები, ამიტომ ჯობია რომ აღარ გავიხსენო ხოლმე. ყვავილები მიყვარს ძალიან, ჩამოვჯდები ხოლმე და ველაპარაკები, ვეფერები. გადავგავ, გადმოვგავ, წყალს დაუსხავ ხოლმე. როცა კარგი ამინდია, ვზივარ და ვფიქრობ. ვიცი, ვფიქრობ ყველაფერზე, მთელი დღის განვლილ დღეზე. ხან მოწყენილი ვარ ძალიან, გარდიანი, ხან რაღაცის მოლოდინში ვარ. ასე მიდის ჩვენი ცხოვრება.